განისვროს იქ, სადაც მართალი და წმინდანი წვიდნენ. მან დაგვიტოვა თავისუფლები კვალი ამ სალოცავის წმინდა ტაძრის აშენებით, სადაც ყოველთვის იქნება მისი ცული მოხსენიებული და რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ დროს შევეცევით ვიმოწმოთ, რომ მისმა სულმა ნადირად მიეცეს შენდობა, პატიება ჩვენგან ყველა ადამიანისგან და დაამკვიდროს ღმერთმა სადასასწრებში. ღმერთმა ამ ყოველს მოგასწრებს. Близким великого спортсмена и человека Шоты Чичишвили. В это трудное время я хотел бы особый поклон передать от всех российских дзюдоистов и от всего российского народа, которые любили Шоту и которые любят грузинский народ. Шота, таких людей, как Шота, в мире единицы. Мало олимпийских чемпионов, но еще меньше людей с такой душой, с таким характером, открытых, честных, которые так любят людей и жизнь. Я хочу сказать, что Шота уходит, но мы остаемся для того, чтобы жить так, как жил Шота и как он хотел, чтобы мы жили. В любви, в дружбе. И пусть будет счастливы все присутствующие здесь, и пусть будет счастлив грузинский народ. Elvis strafit moedom მთელ მსოფლიოს. Ბევრმა ტელევიზიით გამოხატა ეს სამგლოვიარო პროცესია, სამგლოვიარო განწყობილება. Ბევრმა ტელევიზია მიუძღვნა ბატონ შოთას მიღწევების შესახებ. Ბევრი ტელეგრამაც მოვიდა და ნება მომეწონა, რომ ამ ლეგენდარული პიროვნების სამგლოვიარო დღესთან დაკავშირებით რამოდენიმე ტელეგრამის შესახებ მოგახსენოთ. ტელეგრამა სომხეთიდან, სომხეთის ძიუძეს ფედერაციის პრეზიდენტი ავითისიანი სამგლოვიარო გვისამძიმრებს, სამძიმარს უცხადებს ოჯახს. ასევე ლიტვის ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლაევიჩი და ვილეიტასი პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ლატვიიდან ასევე სამძიმარს გვიცხადებენ მისი პრეზიდენტი, პრეზიდენტის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. ბელარუსიდან სოხაძე პრეზიდენტი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მრავალი სხვა. მე მინდა მადლობა მოვახსენო ყველას თანაგზნობისათვის ოჯახის სახელით, სპორტული საზოგადოების სახელით და ნება-მომეცით თუთიერის დუმილით პატივი მივაგოთ ბატონი შოთას ხსოვნას. დიდი მადლობა. გაუვიწყარი იქნება ბატონი შოთა, უგზავი იქნება ჩვენ გულებში. ქართველი ხალხი და მადლიერი სპორტული საზოგადოება არავისოდეს დაივიწყებს მას. მადლობა. ჩემო შოთა, ჩემო ძმაო და მეგობარო. მე მინდა რომ რამოდენიმე სიტყვა გითხრა, მაგრამ გამომივა ეს თუ არა მე არ ვიცი. შენ ბოლო წუთამდე დაინტერესებული იყავი, როგორ ემზადებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ჩვენი ძიუდოისტები. და როდესაც ჩვენ წავედით ჰოლანდიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, ზუსტად პირველ დღეს, როდესაც უკვე იწყებოდა ნახევარფინალები, შენმა საყვარელმა მეუღლემ, ქალბატონმა თამრიკომ შემატყობინა, რომ შენ გარდაიცვალე, შენ აღარ ხარ ჩვენთან, ჩვენს გვერდში. გულის რაღაც ნაწილი ჩამწყდა, ჩემო შოთა, ისე როგორც ყველა შენს მეგობარს. და 5 წუთი არ იყო გასული, როდესაც აგერ ამ 5 წუთის წინ გამოვიდა სიტყვაში ევროპის პრეზიდენტი, ძიუდოს პრეზიდენტი ბატონი სერგეი და მითხრა, რატომ ხარ ასე გაფიქრებული? როდესაც მე მას უთხარი, რომ შენ უკვე აღარ ხარ, ძალიან შეწუხდა,
სრემლებს ვეღარ იკავებდა და მე მინდა გითხრა რომ 5 წუთის განმავლობაში თელმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩამტარებლების ადმინისტრაცია მიცოდა უკვე რომ შენ გარდაიცვალე და როდესაც უკვე ფინალური შეხვედრები დაიწყო როგორც შენმა მეგობარმა აგერ გითხრა ჩემმა დილარიმ გამოცხადდა მსოფლიოს პრეზიდენტის ვიზერის თხოვნით წუთიერი დუმილი თქვენ წარმოიდგინეთ მე ბევრგან მინახავს წუთიერი დუმილი მაგრამ 15000 მაყურებელი როგორ იყო გაყინული ისე რომ ერთი პიროვნებაც არ განძრეულა მე ჩემს დაუნებურად უყურებდი და ვადევნებდი თვალს ეს იყო რაღაც საოცრება და ამის შემდეგ დელეგაციები მთელ ჩვენს ყველა მონაწილეს ხვდებოდნენ ყველა მომენტში ყველა წუთს და უსამძიმრებდნენ და თითქმის ყველა ცრემლებს ვერ იკავებდნენ მაგრამ ყველაზე საოცარი იყო როდესაც იაპონიის დელეგაცია მოვიდა იამურას შენი მეგობრის მეთაურობით ხელმძღვანელობით დღეს ის იციშე რომ იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია და დაგიტირა და მან თხოვა რომ აგერ გითხრა ბატონმა დილარიმ რომ არ წამოსულიყო ჩვენი დელეგაცია ისე რომ წერილი გამოეტანებია მას ჩვენთან მე ახლა მინდა რომ წაგიკითხოთ სახედახელოთ ის გადავთარგმნეთ და მე მინდა რომ მისი სიტყვები გითხრა ჩემო შოთა ჩემს საუკეთესო მეგობარს შოთა ჩოჩიშვილს შოკირებული ვარ შევიტყვე რა ჩემი საუკეთესო მეგობრის შოთა ჩოჩიშვილის გარდაცვალების შესახებ ჩვენ მრავალგზის შევკინები ვართ ერთმანეთს ძიუდოს შეჯიბრებებზე და მრავალჯერ გვიქეიფია ერთად ძალიან ბევრი ტკბილი და თბილი მოგონება მაკავშირებს მასთან შოთა იყო ჩემი უძლიერესი მეტოქე ტატამზე და ჩემი საუკეთესო მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მინდა დავიჯერო რომ ამას წერ ახლა და ამ სიტყვებს წერ უდესი ტკივილით სავსე შოთა გთხოვ შექმენი ძიუდოს გუნდის სამოთხეში და დამელოდე იქ რათა კვლავ შევხვდე და კვლავ ერთად ვიასპარეზო გპირდები რომ მიუძღვნი ჩემს თავს ძიუდოს განვითარებას როგორც სოფლიოში ასევე საქართველოში გთხოვ გადმოგხედე ზევიდან და შეგვეციე შენ ყოველთვის დარჩები ჩვენს გულებში უდესი ტკივილით მინდა გავიზიარო შოთა საყვარელი ოჯახის წუხარება უსურებ როგორმე გაუძლო ნავ ტრაგედიას და დიდხანს და ბენიერად იცხოვრა ნეტა უფრო მეტი მექეიფა შოთასთან ერთად და უფრო მეტი მესაუბრა მასთან ყოველი წუთი მომენატრება წუხა რომ ვერ ვესწრებით დაკრძალვას მე სულ შოთაზე ვფიქრობ და ლოცულობ მისთვის სონა იყოს ჰარუკი უემურა იაპონიის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ჩემო შოთა თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტები ამდაგვარ სიტყვას გამოთქვამდნენ და მე მინდა ბოლოს გითხრა რომ შენ წახვედი ჩვენგან და ჩვენ არასოდეს არ დაგივიწყებთ იმ კეთის შეუპოვად ძმას მეგობარს რომელიც ყოველთვის გიყვარდა ჩვენს გვერდში დგომა ეს ჭირი იყო თუ რხენი იყო ამიტომ მე დროებით გემშვიდობები დროებით იმიტომ რომ რამოდენიმე ხნის მერე შევხვდებით ჩვენ და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძმობას და მეგობრობას